არ ინთება, მე რო უბერავ არ ინთება, შენ რო უბერავ ინთება რა. სანდრო ძალიან ხო გაანებე თავი არციო ახლა ისე და მივხედავ მე რა. მე ვიცი. რაოთიკა? შალოვნას სადგეგრძელო დაჩოქილმა დავლიე? ხო. თანიმ სამურაბე ვაზით? რამდენი დალი ირაკლი ჩხეიძე რა? ბერდები. ირაკლი, მე დათომ რომ დაგინახა რომ ესეთი მთვრალი იყავი, მოვიდა და იცი რას გეხვეწებოდა, ეს სახლი მაინც გადმომიფორმეო. არიშლის რა. მომისმინე. ისე მოგეწონათ ჩემი სოფელი. თამა. თამარ სოფელიც მოეწონა და გუჯაც ირაკლი. რაზე ლაპარაკობდით? გამოდი რა, გამოდი შენ ნერვებს მიშლი. კარგი ბიჭია, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს. რატო თამარ მთელი საღამო იჯდა ისე რომ ხმა არ ამოუღია. მეც მაგას არ ვამბობ, ისთვის ჩამოვედი ტყუილად რა. გადაჭრა. ეგ მე გადავჭერი. სანდრო, რატო გადაჭერი? აბა არ წვდებოდა ჭიდან სახლამდე და რა მექნა. ამ ბიჭს ჰაერის გამოცვლამაც არ უშველა. ირა. ხო, აი იქ წეღან ჭაზებ დამისველ და კეტები და რა მე მომეცი რა. კარგი რა სანდრო რა, აქ რა მექნება მე რა იცი ხოლმე ეს. აბა რა უხნა ფეხში შველა ვიყო? მე რა, ის მაინც არ გაგიგია სანდრო, ცვრიან ბალაღზე თუ ფეხში შველა არ გავიარე რა მამული. გამოცანა, ხო გავუითხარი რა. პასუხი. მე ვიცი პასუხი. ეგ არის პოსტანი. ახლოს ხარ სანდრო. ახლოს თბილა წადი იფიქრე. მიდი აბა, მიდი ჭკვიანი ბიჭი ხარ, შენ არ გაგიჭირდება. მიდი. დანარჩენები სად არის? ეკა და მარიკა წავიდნენ მაღაზიაში. ჩემები სადღაც გაძვრნენ. ის იმხელა როგორ გაიპარა რომ ვერ დავინახე არ ვიცი რა მე. მოვიფიქრე ილა. ჭალა. არა. იმერეთი. ნელ-ნელა უახლოვდებით. აუ ვირა ძალიან შორს არის და გავიყინე რა. უკაცრავად ვაპატიეთ თავადო რომ ვერ დაგახვედრეთ ყველაფერი. როგორ მოისველეთ? კარგად. ერთი ის იყო რომ თათმის კაკანმა გამოგვიწევდით. რაღაც თქვა და მე აკაკანდა. და ანანო სად არის ანანო? ანანო გუჯას გაყვა ხეების დასამყნელად. ეგეც გამომივიდა. ეგეც გამომივიდა რა გენური ინჟინერიის დედა. ირა, ხო, მოდი, გაიგო. აი, გარეთ ვიყავი გასული. ხო, დავუკვირდი და აი ამ სოფელში რამდენი მიტოვებული სახლია რა? არა, არც ერთი არ არის მიტოვებული. ყველა არა, დათო, ყველა სახლს ყავს პატრონი, უბრალოდ ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე. და მანამდე მიტოვებულია? სარიელია, ხო? სარიელია? ხო. რა ჩაწერე? არაფერი. დილანშვიდობისა. ფური სულა მოვიდა. აბა ბუნების კარავ. აბა გითხარი, როგორი მოსავალი იქნებაო? თუ ყინვა მარდა არტყა კარგიო. ირა. მოდი. როგორ ბალახზე უნდა გაიარო? ვაიმე. ანანო. ხო.
ჩემი დადა მისი მსუქანი რაინდი ხო არ გინახავ? არა. ანანო, ამდახა სად იყავი? ვაი მეთიკა. დილით ადრე ავდექი და ჩიტებთან ერთად მზის სამოსლას შევეგებე. მე ხეებს გავესაუბრე, ყვავილებს მოვეფერე, ჭას ჩავძახე, იმანაც ამომძახე. მე გვახარა გაზაფხულის მოსვლა. თამარ. შენ მე მგონი ძილი დაგაკლდა. წადი ახლა და დაიძინე. ხამე ხო არ ბოდავდი, რამეს ხო არ ლაპარაკობდი. კი, სანდრო, მაგრამ არა უშავ, შენ დღეც ეგრე ლაპარაკობ. აი, შენც მოვედით. ჩემი რომეო და ჯულიეტა ხომ არ გინახავს? არა, არ მინახავს. ეკა, მაღაზიაში თუ მიდიოდი, ვერ მითხარი, იქნებ რას გაბარებდი? და ხო გითხარი და არაფერი მინდაო. ვაიმე რამდენს ლაპარაკობს ეს გოგო დამღალა უკვე დილიდან. თამარ, შენ დაიღალე ლაპარაკით. შენ წადი და ბალახებს ელაპარაკე. რამდენი რამე გიყიდიათ? ხო, ირაკი, მაგრამ ფული არ გადაგვიხდია. იქ ვინც იყო, ყველა ნისიათ იღებდა, მეც მომერიდა და შესახელზე ჩავწერე. ეკა, ბატონო, სოფელი მოგეწონა? ხო, ძალიან მომეწონა. მე მგონი სოფელსაც მოეწონა, იცი? შენ რა იცი? აი, გაიხედე ჭიშკართან რამდენი ბიჭი დგას. აი, ეს ტანკი მომატანინა 14-ვე. თამარ, როგორ გეძინა? ვაიმე, ცუდად, მარიკა. აქეთ ერთი გასიებული ხრინავ და იქით მეორე. ვინ მეორე? ირა. ვიცი. სწორი პასუხია ახალდაბა. ეგრე რა სანდრო? მარტო ლოგიკაა. მერე ეს ვაჟბატონი შემორბოდა ყოველ ნახევარსაათში ერთხელ და დათვიტყიდან მართლა ჩამოვაო. ხაიმე, შენ მარტო მაინც იწექი და მე და ანანოს ერთად გვეძინა ერთ ადგილიან საწოლში. თქვენ ლოგიში მაინც გეძინათ. აი, ადუღდება ცოტა ხანში და დაგისხავთ ყველას ჩაის, დაიწყეთ თქვენანო. მობრძანდნენ, სად იყავით? არსად. თივის ვინი დავათვალიერე. დაიჭირე ხა, დაიჭირე. მე მიჭირავს ფეხით და მან დაიჭირე. თიჩი არ გამართა. აი, მიგეშინია. მიჭირავს? მიდი. დაარტყი. უფრო მაგრა დაარტყი, გამოგივიდა. აჰა, ჩაჯდა? კარგი. აჰა. ისე მაგრები ვართ რა. ხო. ამ ეკონომიკური კრიზისის დროს ყველა მშენებლობა გაჩერებულია, მარტო ჩვენ მუშაობთ. რა მიდაკითხო? შეკათებს თეთრი კარკასი დაპირდი თუ შავი? კარგი რა დათო რა კარკასი, რის კარკასი ლაშა. ისა პრინციპში ნახე, ეს ოთახი ერთი ხო, ძირითადი, აგერ არის კიბე, იქ არის კანდარა და იქ რაღაცა ბუდის მაგვარი, რო კვერცხი დადონ. ია, ხო. არა, ეს კანდარა არის ძალიან მაღალზე რა. რატო? რატო რა? ნახე, მარტივი ლოგიკაა. ზის ქათამი კანდარაზე. ზის. დადო კვერცხი. დადო. ეს კვერცხი რო ჩამოვარდება, ხო გაწყდება რა. სანდრო, ეხლა გიხსნი ყველაფერს. ყველაფერი გათვლილია, აი მარტივი ლოგიკაა. ქათამი კვერცხს ხო დადებს. ეს კვერცხი დაგორდება და ქვემო დახვდება მგელი კალათით და დაიჭერს. გე. არა, მე როგორ არა, სანდრო, როგორ არა და თუ 1000 კვერცხი დაიჭირა, მაშინ მულტფილმს გაჩვენებს. კარგი რა ირა, რა კარგი რა მგელს რა უნდა საქართველოში? საქართველოში არის მელა. ეგ მაინც ვიცი. ვიცი, ისე ირაკლი, აქ ერთი ქათმებს ჭა არ უნდა გაუკეთოთ. არა დათო? კი. მართალია. რა უნდა გაუკეთო? რა უნდა საქართველოში ჭას? როგორ ირაკლი? აი თქვა შემოესირენ მელაკუნები. ალყაში მოაქციეს. ხო. თუ მოწყურდათ არ უნდა დალიონ? მართალია.
ჭა უნდა გავუკეთო კიდე და გვირაბი რა. გვირაბი რა გვინდა? რა გვინდა და გეტყვი ხა მე შენ მარტივი ლოგიკა. ესე იგი ამ ქათმებს შორის ერთი მოხალატერო აღმოჩნდეს და მელიას გაუღოს კარები? ქათმებმა თავს ხომ უშველო და ამ გვირაბით გაიპარებიან. ირა. გეუბნები რა. ვაიმე შენ შემოგევლე გაიწიე ერთი რა სანდრო მოდი აქ. მოდი შენ მაინც დამეხმარე რა. ეხლავე ირა. მოიცა ერთ წუთი. ეხლავე ირა. რა საკეთებ სანდრო? ბრუსლი. ვაიმე სანდრო მოდი აქ. მიდი გადი გარეთ. გადი ხეები დაითვალე, გადი. რა გვინდა? მაინტერესებს შაშანელის მერე ხო არ მოიპარეს, დაითვალე რამდენი ხეა, მიდი. მოდი რა, შენ მაინც მოდი. მომეცი ეს. მიდი ხო. ოჩა დავისვენოთ რა, დავიხალე რა, რამდენს ხერხავს ეს რა. ეხლა შენ გონია რომ აქ ხანდარაზე დასხდებიან ქათმები? როგორ დასხდე? ხო, საკათმეში ხარ, რა გედაღლება და იკაკანე, მიდი, იკაკანე. ირა, ეს კაი ფარტია, ეხა. გვერდი, ეს პატარა მისაღები და სამზარეულო რომ მიუშენოთ. დათოს კი მეღარ გააკეთე აქეთ. შენ რას გეტყვი, იცი? ცხელად ეკავი ლურჩმანს ფეხი არ დააბიჯო და არ ჩაიფუშო. ლაშა, ახლა უყურებ აქედან ტრასამდე ერთი კაი გზაც რო გამაკეთებინა. მე გათბობას შემოვიყვანდი, კონდიციონერი, ერთი კაი სპორტული მოედანი და პრაქტიკულად ევროკავშირში არიან. არა? კი, ევროკავშირში. ირა, აი შტეფსელი დაუყენე კუთხეში. რა იცი, ქათმებს წიგნის კითხვა რომ მოუნდეთ? რა? ხო, წიგნები ინტერნეტში შემოუყვანე და მე ზაფხულში ჩამოვლე შენთან უმაღლესში უნდა ჩავაბარო და 4 დავიკნევო. გეყვე ხა, ხო? ორჩი. ოთახი დამithმე და ე. რა მაგარი იყო? რა დამithმეო? ოთახი. მიდი კაც საქმეს ვიხედეთ ერთი თქვენ. უყურე მაგ. მარიკა, ეს ვაზა აქ წამოგიღია, მე კიდე რამდენი ვეძებე თბილისში. თამარ, მოდი, თებშები გაამშრალე რა. თიკა და ეკა რას მიკეთებენ? საძინებელს ალაგებენ თამარ. ხო და რომ მორჩებიან გაამშრალებენ. ვაიმე ეს რა ორიგინალური თებშია. მამაზათა მოხატული. უი, თეთრი ყოფილა. რეცხე კონკია, რეცხე. გამარჯობა. უი, გუჯა. გუჯა. მოდი გუჯა. ახეთ როგორი გაზაფხულია, მანეფერების ჭარბობს. ეს რა არის? რა მოგვიტანიაო? ჩემი ეზოს ვაშლებია. მივთვით გემრიელიას კიდე ახალი თევზი ამდელი დავიჭირე. გუჯა, დიდი მადლობა. როგორ უყვარს სირაკის ახალდაბის ცოცხალი? ცოცხალი? ვაიმე, რასამა გუჯა ცოცხლები არიან? ვაიმე, გუჯა გაუშვათ მე. ამახამ როაგენი სახში არ მივლენ. წარმოიდგინე ოჯახის წევრები როგორ ინერვიან. ვაიმე, თებშები ტირიან, ანანუ აღარ გვაბანავებს. კაი გუჯა, მოვაბე. თებშება მოდივარ, რა გეგონათ მიგატოვეთ? მარიკა, სამთარში რო ქვაბები დაგჭა გარეთ, ჩემთან არის შევინახე. მართლა გუჯა, მადლობა. აი, რა კარგი ბიჭია. ესეთი უნდა იყოს ოჯახის კაცი. ხო, გუჯა, და რა ხდებოდა წელს აქ? მაღალი თოვლი იყო? ისე რა, წელამდე.
მართლა? აბა თამარ შენთვის მაღალი ყოფილა. გუჯა და შენ რატო არ ჩამოდიხარ ჩვენთან თბილისში? რა ვიცი, რაღაცა ამ ქალაქში უცნაური ხალხია და არც ეს შეხვედრები მიყვარს, ან რანაირად აცვიათ, ან როგორ დადიან. არა რა, ბუნების კაცი ვარ მე. უნდა იყოს ბუნების. ხო. და გუჯა, ცოლის მოყვანას არ აპირებ. რამდენი წლის ხარ ახლა? 35-ის. ჯერ ამეჩქარება. ხო, გუჯი, პრინციპში რა გიჩქარა? შენ რამე. ხო, გუჯი, მით უმეტეს ახლა ქალმა საერთოდ არ უნდა იჩქაროს. ქალი 40 წლამდე იფურჩქნება. ვაიმე! შეხედით რა ვიპოვე. უი, მაგით ირაკლი თამაშობდა ექიმობანას. აუ გუჯა, რაღაცა უნდა გითხრა რა. აი ძალიან ორიგინალური პიჯაკი გაცვია, აი ძალიან ორიგინალური. რა, მე დავაკერე ესენი. მართლა? ესე შენ თვითონ გამოხია ახა? არა, ეგენი ახლა კარადაში თაგვი იყო და რა ვიცი. თაგვი ყავს? აუ, რა ქვია რა მაგარია, რა ქვია შენ თაგვს? ანანო, რა თაგვი რა კითხვა რაღაცანცარებს ამ ხალხს. მოდი. არიკა, ბიჭები სად არიან? ბიჭები გუჯას სახლის უკან აკეთებენ საქათმეს. როი წავალ ერთი ამ ქალაქელების აშენებულ საქათმეს ნახავდა და გუჯა, მიდი. მარიკა, მე გავაცილებ. აი, შენებია? ლამაზებია. კარგად. ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ ცოტა გამოუსვლელია. მიდი. დაიჭირე ახლა. რა თუნდა ამას დაჭერე ნახე რა. აჰა, ოჩა. ესეც ასე. ირაკლი ყოფილიყვნენ რა ეს ქათმები გუჯასთან რა მოხდებოდა, ჰა? ვა, ლაშა. აი მომისმინე. ქათამი ხო ქათამია. მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ცოცხალ არსებას უნდა კონდეს საკუთარი კერა. ირაკლი რა, კარგი რა. ამ საკათმეში მაინც დამალებე თავი რა. ვა? რა უნდა? რა მინდა და არა, რატო გაგიჟდა? ხა მე ვერ გავიგე. ლაშა, იცი რა გამახსენდა? აი ხლა ბავშვობაში მე გუჯა და ჩვენი მეგობრები სოფლის ბავშვები რა შტაბს ვაშენებდით ხოლმე ხეზე. ხო და ერთი ბავშვი იყო, რომელიც სულ გარბოდა, იპარებოდა, არ ვიცი, ეშინოდა რაღაცის თუ რა, მე და გუჯა მაგრა დავწინოდით რა. ისა ირაკლი ხა, ამ ხელა რაღაცა უაშენე. ო თილად ხო არ აშენე რა. ქათმემა თუ არ გაამართლა. აჰა. მე ვიცნობ ერთი უძრავი ქონების აგენტს. და ამას ზაფხულში კოტეჯად გაგაქირავებინებს. ირაკლი, შეხედე რა დაუწერი. მე მიშვი. აქ იყო დათო 2009. მოუსწრია. მოკლედ ეს ბიჭი არის რუსეთისავით რა. სადაც ფეხს დადგავს, წასვლა არ უნდა. ისევ შევზელაპარაკობ ხო ირაკლი, ჰა? აი ნახე ამ ხილა ნაგებობა წამოჭიმე, დატკბი რა, უყურე რა. დამანე შენი გულში წდა მავიწყდა, გამოდი აქეთ რა. ისე ლაშა, ხო ვიწვალეთ ბევრი, ხო დავიღალეთ, მაგრამ ღირდა რა, შეხედე. არ ღირდა? მაგარი. აი გუჯაც გამოჩნდა. მოდი გუჯა. გამარჯობათ ხა? გაუმარჯოს გუჯა. არ დაგიწყია ჯერ? რას ამბობ? გუჯა, დავამთავრეთ უკვე. აქ უნდა იცხოვრონ ქათმებმა? დაჯექი გუჯა.
იცი რას გეტყვი? თუ ასეთი მაგარი ხარ და შენს გარდა ამ ქვეყანაში საქათმის სპეციალისტი მეტი არ არის. მოსულიყავი დროზე და აგეშენებინა ვინ გიშლიდა. სად იყავ? მოვდიოდი და TV-ს ვინთან გავჩერდი. ეთქობა ბავშვები იყვნენ და აბურდეს. ეგ არაფერი გუჯა. მთავარია ცეცხლი არ გააჩინო. ირაკე გახსოვს ბავშვობაში შტაბს რო ვაშენებდი დღეზე და შეროსო სახში მივიფარებოდი. მე ვიყავი მაშინ მე რას ვიყურებ ირაკლი? მე როცა ვიყავი წერი აგერ. შენ კიდე რა იცი ხოლმე გუჯა რომ გაიხსენებ ამ 1000 სისულელეს ან რა მეხსიერება გავგიჟდი რა. მოკლედ დავასრულეთ მშენებლობა და ლენტის გაჭრის დროც მოვიდა. ლენტის გაჭრა გუჯაზეა. მე? ხო. აი რა ლენტი და ნაჭრები რაკაცის საქმეა რა. არა აი მაინც ვერ ვისვენებ რა არ მოგეწონა დაჯექი ირაკლი. კი ბატონო მომეცი ერთი კანდარე. კი ბატონო მე დავიჭერ დაგი მითხარი აი ხარი ხა კათმები. ხო გამოვიდა ერთი ქათამი დადგა. ხო გამოვიდა მეორე ქათამი დადგა. გამოვიდა მესამე ქათამი დადგა. მოდიან ეხა ეს ქათმები და უყურე რა ხდება? სუ გადაიჭედა აქაურობა. შუაში ადგილი არ არის რომ მამალი გამოვიდეს და გამოიარეს. ხო გეუბნებოდი ირაკლი არ მოიწონება მეთქი. კაი, წავედით რა იცით რა ამ ქალაქელებმა საქათმეების აშენება. წავედით. რო აშენე რომ მიადექი შუაში მამალმა ხო უნდა გაიარო შეკიდე რა გამოვიდა. მიადგა და აშენა ესამხელა შუაში მამალმა ხო უნდა გაიაროს. იდექი ხა იყავია. წამოდ. ო, იჯექი და მიყურე ხა და გეჭროზე გიხრი. არ უნდა გაიარო საგმამა და ამ ხელა რო გააკეთე რაღაცა. ამოსადნა გაიაროს მამა. იჯექი და იყავე ხა მან მარტო. დამიწყო აქ ის. აშენა რა კაჟეთი. მამა საჭირდება რა არის? მოდი რა მოგვეხმარე შენ. მე აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული. ვაი მე თამარ, ესე შენ ვერ გათხოვდები. შენ თუ ხალხს აკეთებ ხო რას ამბობ რიგი გიდგა? მარიკა მორჩა რა მზად არის ხალი. გეხოცები ხა ეზოში გავალ რა ცოტა ხანი რა პეპლეს დავიჭერ და ველაპარაკები და გავუშვებ გეხოცები რა. რა პეპლები? ვაი მე გაინტერესებს ძალიან. ვაი მე კეთებან ამ სოფელში ყოფილა აი უიშვიათეს ჯიშის პეპლები ხო? ქარაქსეს მარად გალის პაპილიო ზალ მაქსის და დანაოს პლექსიპუს ხო? რა დროს ეგ არის კარგი რა ნანო რა მიდი აი ეს გადაატრიალე გადმოატრიალე ხოლმე თორე მიიწვავს დამისხი მარიკა რა გადავატრიალო რა ხაჭაპურუს იმერულუს მარიკა ეს ჭადები ტაფაზე დავაკრათ? არა ქეთევან რა ტაფაზე კეცზე უნდა დააკრა. კეცზე? რა ვიცი ისე კეცები ჩანთაში ჩავალაგე უკვე მაგრამ ჯანდაბას ამოვალაგებ კარგი. მოვიდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი. რაკენი აუშენე ჩხეძებს თაუერსი. რა თაუერსი საქათმეს ვარემონტებთ. თქვენთან გამომიშვეს მიეხმარებო. ეკადათიკა სად არის? ეკადათიკა მძინარეზე წავიდნენ გავირუჯებითო. იმიტომ აღარ არის ბირჟა ჩვენ ჭიშკართან. აბა, რაში მოგეხმაროთ? სანდრო შენ
გადი ეზოში ქათამი დაიჭირა ჩახუქბილისთვის. ვახ, მაგარია, ეხლა მე ანკესს გავამზადებ. ადგინდა ანკესი, სანდრო. აი რა მარიკა, აზრზე არა ხარ რა. ანკეს წამოვასმევ ჭიაყილას და ამ ქათამს ჩემ კერეზე მოვიტყუებ ხოლმე ნელ-ნელა. სანდრო, გეშლება. ანკესი იჭერენ ინდაურებს. და ქათმებს იჭერენ ხელით. მართალია, ამერია. ისე დაუშვათ გაგვიმართლა და დაიჭირა. ვინ დაკლავს? ჰა? ვინ? გაული კითხვა. სანდრო ვერ დაკლავს? არა, ვითომ რატო ვერ დაკლავს? თქვენ რა სერიოზულად ლაპარაკობთ ქათმის დაკლაზე? არა, ანანიკო, ხუმრობთ. ირაკლი, გუჟა, დათუნა და სანდრო რომ მოვლენ, სოიოს ჩახოხბილი უნდა ვაჭამოთ. აუ, კარგი, რატო უნდა დავყოთ, რა დაგიშავა? აი მე ანანო. როგორ გაგვიშავა? ის ქათამი არის მოღალატე ქათამი. ყველა დანარჩენ ქათმებს სუღალატა. ხო. და მე მოკლა რა აუცილებელია, მარიკა. ჩავსვათ საქათმეში სამუდამოდ. მე არაფერი თქვენ არ იცით რა, მე დავკლა. მარიკა მომეცი ნაჯახი. გარეთ უნდა იდოს. ამა იგეთი თამაშად იცეთი. მე დავკლავ. მე დავკლავ. რა? სულ მაგას არა, მაგრამ როდესმე ციდან ახო უნდა დაეშვა. ხო და დავეშვები და დავკლავ მე ქათამს. დავკლავ. სადა? და აი ნახეთ როგორ დავკლა. წამოდი სანდრო წამოდი. აი, ეს დაკლავს და მე რა ვქნა? შენ წადი სანდრო შეშა მოიტანე ბუხრისთვის. შეშა? ხო. შეშა საიდან მოვიტანე? ყიდა, სანდრო, ტყეში უნდა წახვიდე. ტყეში დავიკარგები. რა გინი იცი? კისერზე შეიბი ზარი და გიპოვით. კარგი სანდრო, რა ტყეში გადი ეზოში ძველი ფიცრები იქნება, შეაგროვე და მოიტანე. ეზოში. ხო. ისე გოგოებო კაი მსუქანი დედალი იყო არა? ჩვენ. ირაკლი, როგორი გამოგივიდათ საქათმე? კარგი. ისეთი კარგი, რომ ძლივს გამოვიყვანე დათო იქიდან. ანა, შეუკეთე ცეცხლი ბუხარში, რა ჩამომიჯექი აქ? აუ რა გინდა თამარ, რა დავაშავე რა სმერჩი? რას გერჩის ქალბატონო და ხორცი რო არდებს, მაგიდანზე იმას გერჩის. ქათამი გადაარჩინა სიკვდილს ქალბატონმა. თან როგორ? ტყეში გაუშვა. კარგი, თქო შეუკეთებ, კარგი. ესე იგი, ახლა ჩვენ გზაზე ვდგავართ და ერთიც დავილოცოთ, ხო? ჩამოვასკიდოთ. ნახეთ რა უცნაური შეშის ნაჭერია. აქ იყო დათო 2009 წელს. აუ ნახავ, იგი პანდანას შეშაც იყოს. გადი, ნელა. გამატარეთ ახლა მე. აი ესე. ახლა გამოდით. მიდით, გამოდით. მე ლიფტს გავუგზავნ იმათ, რომ ვინმე არ დაასწროს გამოძახება. სანდრო. აჰა. ძალიან დიდი მადლობა. ძიმე იყო. თიკა მძიმე იყო სოფელში, ქვები ჩავასწრო, ვიფიქრე თიკა ათლებს და ვიცინებ თქო. სანდრო და ეს მეორე პარკი რა არის? აცო ეს თქვენ არ გამომატარეთ, ნაგავია შევალ სარს და გადავყრი. სანდრო. რა? მარიკა, მომეცი ეგ ჩანთა ბარემ შევიტან ჩემთან. ხო, თამარ, მაგრამ ჩემი ნიფთებია. ხო, მაგრამ ნუღა შემომიყვანე ხლა მაგის გულისთვის, რა კიდე? კარგი თამარ, არჩიე. ხო, კარგი. ირაკლი, ეს ხელი რომ დამეწვა, ძალიან მეწვის და რამე მალა მომეცი რა. რა, ხელი დაგეწვა? ხო, აი ქეთევანმა რა დაიწვა, იმ ჩაიდანზე დავიწვი მერე მეც. დაიცადე იგივე ჩაიდანზე როგორ? როგორ რა ვიცი მე რა ვიცოდი რა ცხელი იყო მარიკა ისეთი განწერული ხმით ყვირო და გამომართვიო ხო კაი ხო ნელა მანახე ეს გახეოა ო ეს დასამუშავებელია შედი ახლა შენ საოპერაციოში მე შემოვალ და მოგხედავ აი რა კი მადლობა თიკა ეგ არის პალატა
მე გითხარი საოპერაციოში შედიბოდი. კარგი რეკა. აჰა. ეგ არის ფსიქიატრიული განყოფილება. მე გითხარი საოპერაციოში შედი და დამელოდეთ ხო? გასაგებია ირაკლი. გელოდეთ. ვაიმე ირაკლი მე შემოვალ რა ფეხირო ვაიმე რამძიმეა ფეხირო გადამიბრუნდა და ვიტკინე გაჩვენებ რა შემოვალ თამარ შენ უფრო მაღალ ქუსლებზე წამოსულიყავი მდინარეზე და აღარ გადაგიბრუნდებოდა ვეჭადე წეგან სადარბაზოში ხდება თავი მე წეგან სადარბაზოში სანამ შემოვიდოდით არ კოჭლობდა და აქ რა დაგემართა ვიცი რომ არ კოჭლობდი იმიტომ რომ ლიკა მიყურებდა ტალახაძე ეხლა ეგ ღამაკლია იმ ქალბატონს ვაჭორაო რომ თამარღლონდი დაკოჭლდაო ვაიმე ხალხო მიშველეთ რამო მიშველეთ მოდით ლაშიკოს ისევ წელი გაუკავდა ირაკლი ძალიან ყივა ვაიმე ირაკლი გაუნდაფნა ირაკლი მიშველე აი დაწყარდი ხო იმდენი ხაჭაპური ჭამა გენაცვალე რომ ხერხემალზე დააწვალ გავხინა გამაგებინეთ ხალხო მე მოვიფიქრე კეთო რა გემიცი შენ რო გადახვიდე ამ ლიფში საცხოვრებლად შენს გადადი და თამარეს დაისვენებს კარგი რა დროს ეს არის გამოიყვანე მიდი მოდი სანამ კარები ჩაიკეტა მოდი მე ვერ გავდი ნუ მანჯღრევ რა მოდი და ხელდა გამოიყვანე ალგან რაღაც უნდა გაგიმიზეს ეს მოკლე არიკა გააღე შენ კიდე დროზე მე ირაკლი ვერ ყოლობ გასარებს სოფელში დარჩა მე მგონი მე მეთაბრუმე ხო თავი მტკივა გავგიზდი მარიკა 10 ჯერ გითხარი რომ გამოდიოდით ხო ხო გითხარი ჩემო ბეღურა მაგიდაზე დევს არ დაგჩეს ეხლა დაგჩა გასაღები შენ სოფელში და ჩვენ დავჩით გარეთ ვაიმე მარიკა რა უყურადღებო ხარ არადა ჩვენც ისე ვიწროდ ვართ რა ვიცი გამატარეთ ერთი გამატარეთ უკან ბოდიში უკაცრავად ეს რა არის უგორე დაბანახეთ რა წერია დაიგეთ რა ვიცი მე რა რას გვაქვს ხემდათო? ბრდამდით. გოუსის პარაფოჩა. რა, აი სიმართლე გითხრა, პირველად გამეხარდა შენ რო ჩემთან ცხოვრობ რა. კარგი, მობრძანდით, ესე იგი, მობრძანდით, აბა, წავიდა ჯერ წავიდა სპინალური პაციენტი, გაკავებული წელი. მოდი. უგეშინია პირდაპირ მიბრძანდით, ესე იგი, წაყვა შემდეგ დამწვარი ხელი 1, დამწვარი ხელი 2, ტრავმატოლოგია. გადაბრუნებული ფეხი, მობრძანდით, ჩემი თავის ტკივილი, მიდი. შედი, აი ასე. და თქვენს მობრძანდით. ხო, ეს ქრონიკული ფლამანდიური ენცეფალოპათია. უნდა მიშველო რა. რა მოგივიდა? სულელი ვარ რა. რო გავჩერდით მეორე ბჭამე ისე ვის გვეზელი რა. შედი მიდი შედი. რა? შედი გიშველი შედი. და მე მაკა ეხლა გასტროენტეროლოგიაც. მოხედავ. მესმის მოხედავ არა ქიმი ვარ. ჩამოყალიბდები. ჩუმად. ალო. ეხლა მოუნდა ტელეფონზე. ხო გოგი. როგორ ხარ? სად ხარ? სახლში? ჩამოხვედი უკვე. მე არ ვიცი სახლში ვარ თუ სამსახურში. როგორ მოიარე? რა? კისერი გაგიშეშდა? კარგი რა გოგი რა. კარგი შენ რა გამოგივიდა? მე გასწავლო ექიმი ხარ. ხო იცი ეგრისი ბრალიც არის, უმოძრაობის. ცოტა დინამიკა მიეცი გოგი. დინამიკა რაღაც დაიზილე მე დიკლაკის გელით მაგალითად და დღეში ორჯერ და იქნები კარგად მე გასწავლო. კარგი გოგი, აქ ისეთი ამბავია, დაგირეკავ მე. კარგი. მოკლედ, ვერ გავიგე რა. ჩხეიძე ვარ თუ ჰაუსი. მომეც და გავალ და გავიგეთ.
ერთი რო გაგიხარ გამიგწევი ღრმად პატივცემულო პაციენტები. მე რა თქმა უნდა ყველა თქვენგანს მოусმენ, დაუსვავ დიაგნოზს და შესაბამისად ვუმკურნალებ. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ შეიძლება სალამ დავიწყეთ კონსულტაციას, კარს როცა გავაღებ, პირველი გამოუშვით ჩემი კუთვნილი მეუღლე მარიკა. პირადი საქმე მაქვს. პირადი, ესე იგი შევთანხმდით. კარს ვაღებ, გამოდის მარიკა. თუ მარიკა არ გამოდის, მე კარს არ ვაღებ. მობრძანდით, რა გაწუხებთ? პირადი ხო გითხარი. თავი მისკდება და მალე ვინე რამე წამალი. კარგი მარიკუნა, მე რა მოგივიდა? შედის აძინებელში, თაროზე დებს ადვილი, ორი ავიდალია და ეგა. მიდი. მადლობთ ბატონო ირაკლი. მიდი გაფრთხილდი ჩემო მეუღლა. შემდეგი რა გაწუხებთ? ფეხი მტკივა და უკვე გულიც მიფრიალებს. გასაგებია, ფეხი დაჭიმულია. გულის ფრიალი შეიძლება წნევის ბრალი იყოს, ქალბატონო სახელი შემახსენეთ. ხაბარ? მიბძანდით თქვენ გაყოფილებაში, გამოიტანეთ ჩემი კუთვნილი წნევის აპარატი და მოგხედავთ. ამომადინა ყელში. მიბძანდით. შემდეგი. რას ნიშნავს? ნელა, ნუ იმას მას ნიშნავს. ჩემი მეუღლეა და ტკივა წელი. რას ნიშნავს? თქვენი მეუღლე, თქვენ პაციენტის მეუღლე ხართ, სასიამოვნოა, სპინალური პაციენტი მოვიდა, კარგი. აი, მიიყვანეთ იქ, თუ შეიძლება, მოსასწრელში, მიიყვანეთ, დასვით, თქვენი პაციენტი. არ ვიცი, გამიშველის უკვე ირაკლი. მე რამდენად შეიძლება ირაკლი გიშველს, ირაკლი. მე ახალი თაობის კანადური მალამო ჩამომიტანეს, მოგცემთ დღეში ორჯერ, ნუ პრინციპში სამჯერაც აიტანს. კი. ამ მალამოთი დაზელთ, კანადური მალამო, ქართული შალი. აი როგორ ქალბატონო თიკა, მე როგორც მახსოვს თქვენი ხელი დავათვალიერე მიმღებში და არაფერი ისეთი არ არის, კი დასამუშავებელია, მაგრამ მე მგონი მაწონითაც გამოვალთ. დიახ, ჩემი კუთვნილი მეუღლე ქალბატონი მარიკა დალევს რა ორ ადვილს, გამოვა, გამოიტანს მაწონს და მოგხედავთ, წაგისვოთ, კარგად იქნებით. ძალიან კარგი. აჰა, შემდეგი რა გაწუხებთ? მე? დიახ. არაფერი, მეც არ ვიცი აქ რატომ მოვხდ. ეს თქვენის ქრონიკული ფლამანდიური ენცეფალოპათია, დიახ, მიბძანდით, დიახ, დღეს სამწუხაროდ მიღებად დასრულდა. მიღება დასრულებულია, ხვალ მობრძანდებით ჩემთან, წამოიღებთ სადაზღვევო პოლისს და გაგიხსნით ანკეტას და მოგხედავთ. დიახ, არ შეგიძლია თქვენთან ბრძოლა მე. მოვიტანე, ვაიმე, იმდენი ხნის წინ გავიტანეთ ეს აპარატი, რომ სადიდო ძლივს ვიპოვე. აჰა, მომეცით ქალბატონო, დიდი მადლობა. ესე იგი, თქვენ ტკივილი რო გაგიგუჩნდეთ, ქალბატონო თამარ, უნდა დალიოთ წამალი. მე წამალს არ ვსვამ. ბევრს ვლაპარაკობ, რასაც გეუბნები, ის გააკეთე. ხო, თუ შენია, მაშინ დავლა. დიახ. აჰა, ესე იგი, სპინალურ პაციენტს რაც შეეხება, ეს შეპირებული კანადური გელი, ეს დღეში ორჯერ და ხო, ეს შალი, ქართული შალი. ის გასაგებია ირაკლი, მაგრამ მეც ხომ თითები მაქვს დამწვარი და კიდე რამე მეცავა, ნამდვილი ხანია მეც მაგაზე არ ველოდებ, ორი გათნო მიდიხარ ძალიან. ვაიმე, თიკა, მე უფრო დიდხანს მეკაბა ჩაიდან და ბუნებრივია, მე უფრო დამეწევდა თითები. შეხედეთ ჩემს თითებს, აი შეხედეთ ჩემს თითებს. ხეთევან, ჩემს თითებს შეხედეთ. მე უფრო დამწვარი არ მაქვს ირაკლი. ვაიმე, კარგად გაახილე თვალები და შეხედეთ, იქუნა მე უფრო დამწვარი მაქვს თითები. მე უფრო გრძელი თითები მაქვს. მე ხლა გავალ ირაკლი, თორე ჩემი აკოფნა საშიშია. დიახ, მოვაბრძანდით და ის მოგვიანებით შემომიარეთ მაწონზე. კარგი, აი ეს გამომაქვს. მე არ იყო საჭირო. არა ირაკლი,
მარიკას გამოვართვით დილით და გიბრუნებ ვალს. აჰა. გასაგებია. კარგად. ხა თავიც ამტკივდა რა. მე ლაშა მოშორდი ამათ გამოდი აქეთ გამოერიდე და კარგად გახტები რა მოგივი. გამოდი. სულელი ვარ რა მიდოდა იმ სოფელში და შეერიგე რა ეს ოთახი და ხო გამს რა მოვიდო მე საგარაკი. ნუ გეშინია კეთუსია მეგიშველი. მარიკა, სოფლის მაწონი ხო არ გაქვს? თამარ, შენ თვითონ ხომ დაინახე რომ სოფლიდან მაწონი წამოვიღე და რაღაც მეკითხები? ეგრე მე იმ დღესაც დავინახე, ირაკლი მხილი რომ მოიტანა, მაგრამ რო შემოვედი ვერ ვიპოვე. უგაცროთ. ალო? ხო დედა? ხო, ჩამოვედით. კი, კარგად ვიმგზავრეთ. ისეთი მოვლილია სახლი. გუჯა ოქროა. ხო, იზო ბიცოლამ გამოგიგზავნა სოკოს მარინადი. სადებს? აბა თუ მიხვდები, სად იქნება? დედამ მოგიკითხათ. ხო დედა. გავედით, წამოდი ლაში, ესე იგი მაწონი. წამოდი, ნელა ეხლა, ნელა. მე წამოვიღებ ამას. შენ ნელა კიდე რამე არ გაიმეზრი მიზეზო. ამან მაწონი მაინც არ მომცა. კარგად. გამოდი. შენ ხარ. დღეში ორჯერ, სამჯერაც აიტანს. მე წავედი, კარგად ვარ უკვე. მოიცა შენ რა გჭირდა? კარგად ვარ რა. სანდრო, ნებისმიერ სახელმძღვანელოს და ამშვენებდი რა. ისეთი კლასიკური ენცეფალოპათია გაქვს. აჰა, ესე იგი რა ხალხია რა. ფაქიზოები, ორი დღე წავიყვანეს სოფელში და ყველა ავად გახდა რა. ეს მტკივა, ის მტკივა, ირაკლი ა! ვაიმე. მარიკა არა. დათო! აი, მოდი კისერი გამიშეშდა დროზე. მიგება დამთავრებული მაგარი. ვა ნახე რა ლომია. რა ზებრამიცა. ვაიმე სანდრო თუ რამე სასტრაფო და გადაუდებელი და აუცილებელი არ არის ხვალ შემომიარე ძალიან გთხოვ. არაფერი ირა ჩანთა დავჭა წავიღე. მოდი. მართლა ირა სოფელში რო ვიყავით ეზოში ვიპოვე შენი სათამაშო ბავშვები საუბარ და მთელი გზა ვერთობოდი და თუ არ გჭირდება მექნება რამე ნახე მომეცია ეს არის სათამაშო? ხო, მთელი გზა ვერთობოდი. სანდრო რა ეს სათამაშო კი არა ეს ტესტია. რა ტესტი? თან დადებითი. ეს იცი რას ნიშნავს? ცუდად არის ვინმე? არა. რო ვიღაც ვინც იქ ჩვენთან ერთად იყო სოფელში, ხო? არის ეს ენცო ხო, ენცო.